მე ვარ ანა მარია შარაშიძე 11 წლის. ვსწავლობ მე-17 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, ჩოგბურთი, მუსიკის მოსმენა და საჭმლის გაკეთება. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ბავშვობიდან ვხატავ და ჩემი აზრით მაქვს ნიჭი. ყველაზე ხშირად ვხატავ პეიზაჟს. ჩემი საყვარელი ფერია იისფერი და არ მიყვარს შავი. იმიტომ რომ ძალიან მუქია და ნახატს არ უხდება. რამდენიმე თვეა ვსწავლობ სახატრო სკოლაში. გამოცდა ჩავაბარე და ამ გამოცდას დავხატე დოქი. ხატვაში ყველაზე რთულია ჭრილების გაკეთება. ყველაზე ადვილია ფერების შერჩევა. ჩემ ნახატებს ვაგროვებ და დაახლოებით მაქვს 30 ცალი. იმიტომ ვაგროვებ, რომ მინდა მოვაწყო გამოფენა. ჩემს პირველ პერსონალურ გამოფენას ვისურვებდი სკოლაში. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ კარგი მასწავლებელი მყავს და კლასელები. ჩემს სკოლაში ყველაზე ჭკვიანია მარიამ ჩაგანავა. ყველაზე მშვიდი ემილია ქობულაძე. ყველაზე ბედნიერი გორია მარიამ ჯაყელიც. მე ვარ ყველაზე ლამაზი და ყველაზე მხიარული. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელია ხათუნა კვარაცხელია. იმიტომ რომ მხიარულია, თბილია, კეთილია და კარგად გვიხსნის გაკვეთილებს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მხატვარი. თუ მხატვარი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ ჩოგბურთელი. ჩოგბურთი ძალიან მიყვარს და 3 წელია დავდივარ ჩოგბურთის წრეზე. ჩოგბურთს რომ შევსული ვიყავი, იყო დედიკოს სურვილი. თავიდანვე მომეწონა და მერე უფრო შემიყვარდა. უკვე 6 ჯერ მქონდა შეჯიბრება. ყველაზე კარგად ამახსოვდა პირველი იმიტომ რა ვიღე მესამე ადგილი. ჩოგბურთი ჩემი ყველაზე კარგი თვისებაა და მარჯვენა მხრიდან ძლიერად ვარტყა. სამუშაო აქვს მარცხენა ხელით შორიდან დარტყმას. ჩემი გეგმა ის რომ გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი. ძალიან მინდა ჩოგბურთით და ხატვით ვასახელო ჩემი საქართველო. ახლა მინდა ვიყო 14 წლის, იმიტომ რომ მომწონს თინეიჯერობა. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და პატარა ძმა. კიდე მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 4 წლის და ქვია ანდრია. ის არის ცალკე მხიარული და მოუსვენარი. ჩემი აზრით ანდრია რო გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი. მამიკო არის მხიარული, მშრომელი და ჭკვიანი. ხატავს კარგად და უყვარს ჩვენი ოჯახი. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, თბილი და საქმიანი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ყველიანი მაკარონი. სხვათა შორის მეც ვაკეთებ გემრიელ საჭმელებს. პირველად რომ გავაკეთე საჭმელი ვიყავი 10 წლის. ეს საჭმელი იყო სალათი. ახლა ყველაზე გემრიელად ვაკეთებ მექსიკურ კარტოფილს. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია ხომი და ყველი. ჯადოსული ჯოხი რომ მქონდეს, დედამიწაზე გავაქრობდი ბოროტებას. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. წინა მონაწილედ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემს ძმასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ძაღლი. ბედნიერება არის ხატვა, ძაღლის ყოლა და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.